მოგესალმებით ქალბატონო მერი, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. როშ ჰაშანა, ჩვენი ებრაული ახალი წელი, რომელიც წელს დადგება 5784 წელი. და ჩვეულებრივი საერთაშორისო კალენდარით შემოგზავნება 15 სექტემბერს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ახლებოლებო, სადაც არის შემოაბიჯებს ჩვენი ებრაული ახალი 5784 წელი, როშ ჰაშანა, რომელიც ჩვენი ებრაული თიშრეის თვის დასაწყისია. თიშრეის თვიდან ეს არის დღესასწაული თორისა, რომელიც აღინიშნება ალეფ პირველი და ბეთ მეორე თიშრეის დღეებში. ეს არის განკითხვის, განსჯის დღე, რომ წარსდგეთ გამჩენის წინაშე და ამით იღება მონანიების 10 დღის კარები იომ ქიფურის შენდობის დღემდე. როშ ჰაშანიდან შენდობის დღემდე სწორედ 10 დღე არის. ეს ორი დღე აღინიშნება როგორც კარგი დღეები და თორაში ჩვენი თორის მითითებული მცნებები გვასწავლის, რომ თიშრეის პირველ დღეს როგორც სიხარულის დღე და ამიტომ მთავარია ამ დღეს შოფარის, ანუ თხის რქისაგან დამზადებული საყვირის დაკვრა, ჩაბერვა, რომელიც ხდება სამჯერ. სამი ჩაბერვა, ეს არის მძაფრი ჩაბერვა, გატეხილი ჩაბერვა და მხიარული ჩაბერვა. მძაფრი ჩაბერვა აღინიშნება იმით, რომ ეს არის თითქოს ეშმაკთა შერევა, რათა დაავძლიოთ ბოროტებას და მათ. ეს ჩაბერვა გვასწავლის კავშირს თორის მცნებებსა და მადლს შორის, ასევე დამატებით მოიცავს ხალხთა უფლებებს. თიშრეის თვე, ანუ ეს არის მე-7 თვე ისრაელის შვილის ეგვიპტისაგან მონობისაგან გამოსვლისა და პირველი დღე როშ ჰაშანისა. თიშრეის სიტყვა ბაბილური ენიდან ითარგმნება და არის თაშრითო, რომლის მნიშვნელობაც არის პირველი, დასაწყისი, ანუ ახალი წლის დასაწყისი. გასული წელი, როგორც ვიცით, ეს იყო შნატ შმიტა, ანუ მიწის დასვენების წელი, რომელიც ყოველ 7 წელიწადში ერთხელ მეორდება. მომდევნო წელს კი ჩვენ ძალიან შთამბეჭდავი და უნიკალური მოვლენებით შევხვდებით, როდესაც როგორც თორა ბრძანებს ისრაელის ხალხის მეფე აგროვებს, ანუ შეიყვანს მთელ ებრაელ ხალხს, ქალებს, ბავშვებს იერუსალიმის ტაძარში და ყველა სასულიერო მოძღვრებთან, ქოენებთან ერთად ყველანი კითხულობს თორას და შთააგონებს მთელს ერს ღმერთის თაყვანისცემაში. და სწორედ ამ წელს ეწოდება საზოგადოების წელი, ანუ შნატ ჰაკაალ და მოუწოდა მთელი წლის განმავლობაში შეკრებების, ორგანიზების და წლის გამოყენება თორის მიცვების, ანუ მისი მცნებების შესაკრებად და რა თქმა უნდა გასაძლიერებლად. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ახლებლებო და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახის წევრებო, გილოცავთ დამდეგ ჩვენს ებრაულ ახალ 5784 წელს როშ ჰაშანას და ეს წელი იყოს ყოველივე სიკეთის მომდანი, მშვიდობა და სიმშვიდე, ჯანმრთელობა და სიხარული, ხვავი და ბარაკა, ერთგულება და რწმენა, მოთმინება და მიტევება, სიყვარული, მეგობრობა, ნუ მოგაკლოთ ღმერთმა მრავალ წელს და არა მარტო ჩვენ ებრაელ ერს და ისრაელის სახელმწიფოს, არამედ მთელს სამყაროს, რომელიც რა თქმა უნდა დღესდღევანდელ პერიოდში ყველგან დაძაბული მდგომარეობა არის და იმედი გვაქვს, რომ ღმერთის წყალობით ყველაფერი გამოსწორდება და კარგად იქნება. გამჩენო სამყაროსა დიდებულო, გვინდა წელს შევიცნოთ და დავაფასოთ მთესველნი სიკეთისა და მოგვეც ძალა ვაპატიოთ, ვინც ამას ვერ აკეთებს. ბატონო ჩვენო მეუფევ, ბატონი ანგელოსთა იმეფებს მარად უკუნითი უკუნისამდე. ანუ ივრითულად გამოვთქმავთ ადონაი მელეხ, ადონაი მალახ, ადონაი ამლოხ, ლეოლამ ვეედ. ამენ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე აი დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე და რა თქმა უნდა გამჩენის წინაშე უპირველეს ყოვლისა და აი კიდევ ერთი წელი გავიდა. იცით, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, ცელკი მოუსვენარი გოგონა ვიყავი და მინდოდა რომ მესწავლა ყველაფერი, ქარგვა, ხატვა, მუსიკა, ქსოვა. ვისწავლე კიდეც, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ბევრი რამ უნდა ვისწავლო კიდევ და აი დღეს მე ვდგავარ
თქვენს წინაშე ქალი, რომლის გულშიც გუშინდელი დღე განსხვავდება დღევანდელისაგან და ხვალინდელი დღე კიდევ სხვა იქნება, რა თქმა უნდა, უკეთესი. მაგრამ მე დღეს ახლა ვდგავარ გამჩენის წინაშე, თქვენს წინაშე, მთელი საზოგადოების წინაშე და მინდა რომ ჩვენს გარშემო იყოს შენდობის, მიტევების, რწმენის, სიყვარულის, სიკეთის, წყალობის, იმედის მყარი კედელი, რომელშიც ჩვენ მოძრაობთ და მომავალ წელს შევხვდეთ თავდაჯერებით, ნათელი გონებით, რწმენით და ჯანსაღი მომავლის იმედით. ბედნიერი, ტკბილი და წარმატებული წელი დაგვიტანოს გამჩენო ღმერთმა. შანა მეტუკა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც ვიცით, როშოშანის წინა შაბათს იკითხება თორის საკვირაო თავი ნიცავიმ, ანუ დგახარ და მიდიხარ. აი ეს მიმდინარე წლის, რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის ბოლო შაბათს იკითხება, რადგანაც მომდევნო შაბათს უკვე ახალი წელი როშოშანა დადგება. და მთელი წლის მანძილზე ყოველთვის ბოლო შაბათს ვაკურთხებთ მომდევნო თვეს. ეხლა კი ჩვენ ვიმყოფებით ილულის თვეში, ანუ სლიხოტების, პატიებისა და შენდობის თვეში. ეს არის ჩვენი წლის ბოლო თვე და მომავალი თვის თიშრეის თვეს არ ვაკურთხებთ, რადგანაც თიშრეის თვეს ეს არის როშოშანის შემობრძანების, ანუ ახალი წლის შემობრძანების თვე და თორის მაგიდის კანონის მიხედვით თიშრეის თვეს მხოლოდ თავად დიდებული გამჩენი აკურთხებს. და როგორი კურთხება არის გამჩენისა? სწორედ ეს აისახება ამ საკვირაო თავში ნიცავი, ანუ დგახართ, რომელიც მოიცავს ჩვენი ებრაული წესების მნიშვნელოვან პრინციპებს თორის პრაქტიკული ყოველდღიური მნიშვნელობისა. ეს არის კავშირი, შეთანხმება გამჩენთან. მოშე რაბეინუ მისი სიკვდილის წინ მოკრიფა მთელი ისრაელის შვილნი, რათა დაამყაროს კავშირი, შეთანხმება გამჩენის წინაშე, რომ მათ უნდა შეასრულონ მის მიერ მოცემული მცნებები და მიმართავს მათ, ანუ ჩვენ ისრაელის შვილს. თქვენ ყველანი დგახართ გამჩენის ჩვენი ღმერთის წინაშე, თქვენი მეთაურები, თქვენი ტომები, თქვენი უხუცესები, თქვენი მცველები, თითოეული ისრაელის შვილი, თქვენი ქალები, მომავლები, ბავშვები, რომლებიც განმანათლებლის შუაგულს ამშვენებენ, თქვენს მიერ დარგული ხე თქვენივე წყლის ამოსაღებად არის. და ეს არ არის შორს თქვენგან. ძალზე ახლოსაა, რომელსაც გამოთქვამთ თქვენი პირის ბაგიდან, მთელი გულითა და სულით, რათა შეასრულოთ. მე კი მოწმევარ თქვენში ცისა და მიწისა, რადგან მოგეცით სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა და აი, ეხლა კი არჩევანი თქვენზეა ცხოვრებაში. და სწორედ აი ამ გამოსვლითაა დაასრულა მოშემ თავისი ბოლო სიტყვები. და სწორედ ამ საკვირაო თავში, თორის საკვირაო თავში, ფარაშაში დგეხართ ნიცავიმ, ეს არის ის თავი, რომელიც გვამზადებს როშოშანისათვის უდიდესი სიმყარით და მოგვიწოდებს ჩავატაროთ ზუსტად სრული შემოწმება შიდა ფესვებიდან, რომლის მიზანიც არის ჩვენი განწმენდა, რათა შევძლოთ მომავალ ახალ წელს გამჩენთან ერთგული კავშირი. წავიდა მოშე რაბეინუ და ეს სიტყვები უთხრა მთელ ისრაელის შვილს, მან შეკრიბა ყველანი, ესაუბრა მათ, რათა გადასცეს სიბრძნე და ერთი საფეხურით მაღლა ასწიოს ისრაელის ხალხი, სულიერად, სადაც არის უდიდესი სიყვარული, ერთიანობა, როგორც სინაის მთაზე. რა თქმა უნდა, ბევრჯერ დაადანაშაულეს და უსაყვედურეს მოშე რაბეინუს ხალხმაც და გამჩენმაც, მაგრამ ამ დღეს სწორედ ეს იყო სიყვარულის გამომხატველი დღე და ეს იყო წყალი მოწყურებული ხალხისათვის, მას ხომ სიყვარული ალაპარაკებს, ანუ მოშე რაბეინუს. დგახართ, ანუ ჩვენ ყველანი ვდგავართ გამჩენის წინაშე, რომელიც ყველას და ყველაფერს ხედავს. და აი შეხედეთ შევხვდეთ ჩვენ მომზადებული როშოშანას, მოვიშოროთ ყოველი ნეგატიური ბოროტული ფესვები და შევეცადოთ ჩვენი ცხოვრების სწორი ასოებით აწყობას. დავალაგოთ ისინი თანმიმდევრულად, რა თქმა უნდა, ჩვენი თორის კანონმდებლობის თანახმად. აღმოვაჩინოთ სილამაზე, ნიჭი, მოწოდება, რწმენა, რაც გამჩენმა გვიბოძა ისრაელის საკეთილდღეოდ, საზოგადოების საკეთილდღეოდ.